დიაურონის სიცოცხლის ყვავილი. მეორე ნაწილი. საუბრის შემდეგ ელენემ თაჩიმ და ტატიმ გადაწყვიტეს გზა ტყის სიღრმისაკენ გაეგრძელებიათ. უეცრად ხის ტოტიდან ფრთების შრიალი შემოესმა. ბუ, რომელიც პატარების გადაადგილებას მაღალი ხიდან თვალს ადევნებდა, ბავშვების ფეხებთან დაეშვა. გამარჯობა, მე ბაუმქვია და ტყის მცველი ვარ. მაშინ, როდესაც ყველას სძინავს, მე მღვიძავს. სამყაროს სიბრძნის სიმბოლოდ მთვლის. ბავშვებს გაეღიმათ და იუმორნარევი სარკაზმით მიმართეს. ყველაფერი შენ ყოფილ ხარ. ბაუმზე რაც ისკენ მიაპყრო და პატარებს უპასუხა. ყველაფერი ის არის ფრინველთა მეფე, არწივი. მე მეფის ვეზირი ვარ. ეს ტიტულები ზუხსოვარი დროიდან მან მიბოძა, რის გამოც ფრინველთა სამყაროში ჩემს გარეში არაფერი წყდება. პატარებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯადოსნურ სამყაროში. მზად ვარ თქვენთან ერთად მონაწილეობა მივიღო დიაურონის სიცოცხლის ყვავილის გადარჩენაში. ამ საუბრის შემდეგ დაჩიმ, ელენემ, ტატიმ და ბაუმ გზა ტყის სიღრმისაკენ განაგრძეს. ცხოველები ინტერესით შეჰყურებდნენ პატარებს, ფრინველები კი ბავშვებს თავს დასრიალებდნენ. მათ ვერ გაეგოთ, როგორ და რა მიზნით მოხდა ეს ორი უმწეო არსება ველურ სამყაროში. ცოტა ხნის შემდეგ პატარებს დათვის ბელის ხმა შემოესმა. ის თურმე ბუნაგიდან მშობლების დაუკითხავად გამოსულიყო და ფერად ყვავილებში ლაღად კოტრიალობდა. როცა ბავშვები დაინახა, სასწრაფოდ წამოდგა და ლუყლუყით ბუნაგისაკენ წაბაჯბაჯდა. მოგვიანებით დედა დათვს წინ მოუძღოდა და ბავშვების მიმართულებით პატარა თათს იშვერდა. პატარები შეშიდნენ. მათ დათვი მხოლოდ ზოოპარკში და ცირკის არენაზე ენახა. ბაუმ დაჩის ჩაშჩურჩულა. არ შეშინდე, მე დაველაპარაკები. როდესაც ბაჯბაჯა პატარებს მიუახლოვდა, ბუმ არც აცია, არც აცხელა და დათვს მიმართა. მე, ფრინველთა მეფის ვეზირი, თქვენთან თხოვნით მოვედი, რათა დახმარება გაგვიწიო დიაურონის სიცოცხლის ყვავილის პოვნასა და ტყვეობიდან დახსნაში. ამის გაგონებაზე პატარა ბელი დედა დათვს ფეხებს შორის გამოუძვრა. ბავშვების წინ უკანა თათებზე დადგა და ხრინწიანი ხმით თქვა: მე დათუნია ნაკივი. დედაჩემი უსაზღვროდ კეთილია და აუცილებლად დაგეხმარება. დედა დათვმა პატარა ბელს თათი თავზე გადაუსვა, შემდეგ კი ბაუს და თაგუნია ტატის მიმართა. ბუნაგში შემობრძანდი, იქ დავილაპარაკოთ. დათვი სტუმრებს წინ წარუძღვა. როცა ბუნაგში შევიდნენ, ბავშვები დათვის საცხოვრის უხმოდ ათვალიერებდნენ და მათ სახეზე გაოცება იკითხებოდა. სიჩუმეთ დათვმა დაარღვია. გისმენთ, რაზე შეწუხებულ ხართ? ბაუმ უპასუხა. ამ პატარებს ელენე და დაჩი ჰქვიათ. ისინი ადამიანთა მოდგმას წარმოადგენენ, ხოლო მათი მექსური ჯადოსნური თაგუნია ტატია. ერთი შეხედვით ისინი უმწეონი პატარები არიან, თუმცა დიდი მიგსი აკისრიათ. მათგან ისრახეს კეთილი ძალების შეკრება, ბოროტი დევის დამარცხება და სიცოცხლის ყვავილის ტყვეობიდან დახსნა. დათვმა მზერა ბავშვებს მიაპყრო. ის პატარებს უსიტყვოდ, გამჭოლი მზერით აკვირდებოდა. შემდეგ ბუს მიუბრუნდა. თქვენც ხომ იცით, რომ ეს შეუძლებელია. ძალიან ბევრი სულიერი შეეწირა სიცოცხლის ყვავილის დახსნის სურვილს, მაგრამ ამაოდ. თითოეული მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ბოროტი დევი, რომელსაც სიცოცხლის ყვავილი ჰყავს დატყვევებული, ყოველი გამარჯვების შემდეგ უფრო და უფრო ძლიერდება. ეს თქვა და თავი დახარა. შთაბეჭდილება შეიქმნა თითქოს დევის ხსენებაზე ამ ძლიერმა და ბუმერაზმა არსებამაც თავი უმწეოდ იგრძნო. ხანმოკლედ უმილის შემდეგ სიჩუმე ჯადოსნურმა თაგუნია ტატიმ დაარღვია. ბატონებო, მე გაგებით ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას დევის უძლეველობის შესახებ, მაგრამ მინდა გაუწყოთ წინასწარმეტყველება, რომ სიცოცხლის ყვავილს ტყვეობიდან ადამიანთა მოდგმის პატარა წარმომადგენლები ჩვენი დახმარებით დაიხსნიან. ეს იქნება დედამიწაზე ყველა სულიერის საერთო მიზნისთვის გაერთიანება.
შემდეგ დათი მზერანაკის მიაპყრო და საუბარი გააგრძელა. დიაურონის დატყვევების შემდეგ სიცოცხლის სურნელი სამყაროს აღარ მოეფინება. დედამიწაზე სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად შემცირდა. თუ ასე გაგრძელდება, ყველას გადაშენება გვემუქრება. ადამიანთა მოდგმის ეს ორი პატარა წარმომადგენელი სიზმარში ვიხილენ. მათ შესახებ ზებუნებრივმა ძალებმა მაუწყეს და გზამკვლევის ფუნქციის შესრულება დამაკისრეს. სწორედ ამ მისიით მოვხვდით თქვენთან. დათმა ტატი შეხედა და მიუღო. მსგავსი საკითხის გადაჭრა მხოლოდ ტყის ბინადართა საერთო კრებაზეა შესაძლებელი, მაგრამ რა აზრი აქვს მათ შეკრებას? ჯუნგლი ადამიანს და მის მოდგმას დაუძინებელ მტრად აღიქვამს. მათგან თანხმობის მიღება გაგვიჭირდება. დათვის პასუხის მოსმენის შემდეგ ბულს ეცაში აიჭრა და მაღალი კლდის მიმართულებით არწივისაკენ გაფრინდა. ფრინველთა მეფემ ბაუსგან დაწვრილებით მოისმინა დათთან შეხვედრის დეტალები და ჯუნგლის შეკრებაზე ბრძანება გასცა. დაჩი და ელენე თვალს საოცარ სანახაობას აძებნებდნენ. არწივის ბრძანებამ მობილიზება გაუკეთა ფრინველთა სამყაროს. ყველგან კოდალების ნისკარტის კაკუნის ხმა ისმოდა. ისინი მუხის ფოთლებზე მოსაწვევებს ბეჭდავდნენ და შემდეგ საწერილებს მტრედებს გადასცემდნენ დასარიგებლად. ბულბულსა და შაშვებს კი კულტურული პროგრამის მომზადება დაევალათ. მათ მოწვეული სტუმრები გალობით უნდა დაეთმოთ. ფლამინგოებს კი ეგზოტიკური ცეკვა უნდა შეესრულებინათ. ტყეში შრიამული იგრძნობოდა. ველურმა სამყარომ დილით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მოლოდინით გაიხვიძა. ცხოველთა სამყარო ტყის სიღრმისაკენ კრების ადგილისკენ დაიცრა. ხარების ბლოქების თქაფათქუბი საოცარ რიტმს ქმნიდა. ისმოდა სპილოების შეძახილს. მაიმუნთა მოდგმა ხეებზე სრული შემადგენლობით შეკრებილი. შორი ახლოს გლების ხმუილიც გაისმა. ისინიც კრებაზე მოიჩქაროდნენ. ყელმოღერებული ჟირაფები მოხდენილად მონარნარებდნენ. ბულბულს და შაშვს კი იქვე სცენა მოეწყოთ, ტკბილად გალობდნენ. ფლამინგოები კი სინქრონულად ნარნარებდნენ და ასე ართობდნენ მოწვეულ სტუმრებს. უცებ გაიძვერა მელაც გამოჩნდა, რომელიც მაშინვე მიიჭრა დაჩისან და ელენესან და უთხრა: ბავშვებო, ველურ სამყაროში ყოფნა საშიშია. მე წამომყევით, ჩემთან იმეგობრეთ. რაზეც პატარებმა მიუგეს. ბავშვების მოტყუება არ შეიძლება, თორემ ცხვირი და ყურები გაგეზრდება. მელია მიმწამსვე წინათათები ცხვირსა და ყურებზე მოიკიდა და წყლის გუბეში ჩაიხედა. რაზეც ტყის ბინადართა დაცინვა დაიმსახურა. შერცხვენილმა მელიამ შეკრების ადგილი ჩუმად დატოვა. კრება დათვმა გახსნა. ფეხზე წამოდგა და ტყის ბინადრებს მიმართა.